მე 11 კლასში სწავლობდი. აი ოფჩაში ვიყავი ბიცოლასთან, მისდებოდი დედულის ბიცოლასთან, მარტო იყო იქ და ზამთარს არ დადეგები დადგა. არაყი ქონდა ბიცოლას გასაყიდელი, მახსოვს 65 ლიტრა იყო. და უნდა წაეღო მეზობელს ახლა ეს და გაეყიდა ის რა თქმა უნდა პულს უგებდა ამას 25 მონეტად ლიტრა. მე ვუთხარი ბიცოლას რომ მოდი მე წევიღებ ამას ფოთში გავყიდი და მე მოგიტან პულს. ახლა რას მოტყოდა ახლა ამ სიცივეში რომ გაცივდე და რაღა უთხრა დედაშენს და მამაშენს და მოვიხმარე ერთი კარგი ვაჟკაცი ვიჭი იყო ჩემზე უფროსი მესხის და გურავი მესხი ხუტუსუ დახოდენ და გურავისაც ვარა ჩვენ ხუტუთუ მოვიკიდეთ ზურგზე ახლა ზოგი მე გავანაწილეთ ახლა ესა ხარზე და თოვაში სადგურს ვირავდე 5 კილომეტრი იყო კაცო ჩვენი არის და ჩავედით იქა ისკე დაბრუნდა სახლში და გავყევი ფოთის მატარებელს რამე 2 საათს ღამის ადრე მივედი და ბაზარში არავინ არ იქნებოდა ახლა მივედით ბინას სადაც ქირავობდა ხოლმე მამა ჩემი ვინო როჩა ქონდა იმ ქალთან მიცნო და მითხრა რომ შენ ახლა ვაკო გადამყი არაყი არ არისო დიდი თოვლიანობა რომ არის სოფლევიდან არ შემოვიდაო და გადამყიდველები დაგესევიანო და არ მიყიდო იმათო ძვირიღისო გავედი ბაზარში მართლა ჩამომესიე და ხე გამომტყვეს 15 ლიტრა 35 მონეტად ბაში სხვა ვყიდი ახლა მე ზოგს 45 მონეტად. ხო და რამდენიმე საათში დავიცალე ხელი, ყველაფერი გავამზადე ახლა ჩემი ტიკჭორებში მქონდა ეს ჩასხული. გაგენი ბიცოლას ვალინკები უყიდე, მაშინ ვალინკა დიდი ის იყო როგეცვა, ჩემთვისაც ვალინკები რეზინის და რაღაცა წვრილმანები და ახლა ბიცოლას ფულიც მომაქვს. ისო და კიდე ახლა რაც მოვიგი ამაზე. აქ თურმე ერთი ამბავია სვიში რო არ გადავედი სახლში მშობლებთან, მამა ჩემი გადმოსულა იქ რომ სადე იკარქა საწავი და ბავშვი. მოვედი, მოვყევი მატარებელს ღამე და მოვდივარ სადგურს ვირიდან ფეხით ახლა ამხელა მანძილი და მოუახლოვდი სახლს და შევიმოკლე გზა ახლა იქიდან დიდი გზა უფრო ცოტა შორსულია და ამ ყანებზე დაახლოებით ვარ სახლიდან რა 200 მეტრით 300 არ იქ 200 მეტრით 200 დაშორებული დაცემული ადგილია დაცემული დაბალი ადგილი დაბლობი თავს საშინა თან ვამკლევ აი წერავდიათ ვითომ გავიადვილე მე მალე მივარ სახლში თქო ვატყობ რომ აღარ სუნთქავ და თან მუხლებშიდაც მისდება ავდეხე ყვირილი ვიყვირი ახლა რომ და ლევან მესხი იყო იქანა ჩვენი მეზობელი და აი შემეხმიანა უშანგი არ ვიქჩობით ოჩვიდენ ახლა მეზობლები ახლა ბიჭები ნიჩბებით ამამთოვლეს და გადამარჩინეს სიკვდის ესლა ჩემო დაუკვირებელმა მოქმედება შორიგზა მომევლო ნათქვამი როა შორიგზა მოიარე და შინშვიდობით მოდიო ამ უკლოთოულში ახლა ვეღარ იმას ვიქჩობოდი რომ არ იყვენ დაძინებული კიდე და რო სოფელი დაძინებული ყოფილიყო ვის გავაგონებთ ასე გადავრჩი დახჩობას